მნიშვნელოვანი ფაქტები, საზოგადოების ჩართულობა, ანალიზი, მთავარი თემები. საზოგადოებრივ პოლიტიკურ ток-შოუში თემა ნანა რობაქიძესთან ერთად. კვლავ პირდაპირ ეთერში ვართ, გადაცემის მეორე ბლოკის სტუმარი მინდა წარმოგიდგინოთ ნათია ჯიმშელეიშვილი, რომელსაც ჩვენი საზოგადოება ძალიან კარგად იცნობს, პოეტი, ჟურნალისტი, გამომცემლობის ხელმძღვანელი, შემოქმედებითი საზოგადოება მზის თეატრის ხელმძღვანელი და მე მგონი კიდევ ძალიან ბევრი სტატუსები გაქვს ნათულინა. თუმცა აღარ ჩამოვთვლი, ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. დიდი მადლობა მოწვევისთვის. ნათულინა გააშხერა და ჩემთვის ძალიან საყვარელი ქალბატონის, ანუ თქვენ ხართ ჩემი ნათლია ამ შემთხვევაში და ძალიან აქტიურად ვიყენებ ამ სახელწოდებას, უпростоრად ფსევდონიმად გავიხადე ჩემი საბავშვო ზღაპრებისა. დიდი მადლობა ამისთვის. მადლობა თქვენ, რომ აი ესეთ საქმიანობას ეწევით და პირველ რიგში, რა თქმა უნდა დავიწყოთ ქართულ-თურქული ურთიერთობებით. იმ კოცონით, რომელსაც ცდილობს ნათია ჯიმშელეიშვილი, რომ არასოდეს არ ჩააქროს. იმ ურთიერთობებით, რასაც ტრადიცია უდევს საფუძვლად და ამ ტრადიციის გაგრძელებას ცდილობ ნათია. მე მოხარული ვარ ამისი. მოდი მოგვიყევი, როგორ დაიწყო, ახლა რა ეტაპზე ხართ? ჩემი ინტერესის ესე იგი ინტერესი საიდან მოვიდა ამის შესახებ, მაშინ აქედან მომიწევს დაწყება, არაერთხელ მისაუბრია ამის შესახებ სხვადასხვა გადაცემებში, მაგრამ რა კი ეს არის თავი და თავი აუცილებლად მინდა გავიხსენო ჩემი ის პერიოდი, როდესაც მოსწავლე ვიყავი და რატომ აქვს მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობას ძალიან დიდი მნიშვნელობა შემდეგი ცხოვრების კი ბატონო, არა მხოლოდ იმისთვის, რომ სკოლიდან განათლება მიიღოს მოსწავლემ და განათლებით აღჭურვილი გამოვიდეს, არამედ კიდევ ბევრი რამ მოაქვს იქედან, შეიძლება განათლებაზე უფრო მეტიც. ამ შემთხვევაში ჩემი ისტორიის მასწავლებელი მინდა გავიხსენო და ის გაკვეთილი, რომელზეც დავაგვიანე ერთ დღეს და როცა გაკვეთილის კარი შევაღე, მასწავლებელმა დაატუქსვით მითხრა, რომ მობრძანდი ჯიმშელეიშვილი, ეხლა უკან დაბრძანდი და შენ დასჯილი ხარ დღეს იმით, რომ მე შენს მოსვლამდე ბავშვებთან რა თემაზეც ვისაუბრე, ამას ვერცად წაიკითხავ განსაკუთრებით სკოლის წიგნში და ვერც გაიგონებ ვერსად და ეს იმდენად რაღაცნაირად ისე დამაინტრიგებელი იყო ჩემთვის, მეთქი რა ისაუბრა ასეთი მასწავლებელმა, რასაც მე ვერ წავიკითხავ ვერსად. და ხო და რა თქმა უნდა დავემორჩილე და დავჯექი უკან და ვიყავი ძალიან წყნარად და დაველოდე გაკვეთილის გამოსვლას და როცა გამოვიდა გაკვეთილი, ბავშვები გავიდნენ, რა თქმა უნდა დასასვენებლად და მე ვთხოვე ჩემს ნორა მასწავლებელს, რომ ნორა მასწავლებელი შეიძლება რომ მეც მითხრათ თუ რაზე ესაუბრეთ ბავშვებს, როცა მე არ ვიყავით ხო და მე მახსოვს, როცა მასწავლებელი შემოbrunდა ჯგუფში დამისვა წინ და მითხრა, რომ ნათია საქართველოს ეს არის 90-იანი წლები, მინდა ეს გავიხსენო, მე მაშინ ვიყავ მე-6 კლასში, მე-6 ან მე-7 კლასში და მითხრა ესეთი რამ, მე ვისაუბრე ისეთ იმ ქართველებზე, რომლებიც საქართველოს ფარგლებს გარეთ, საზღვრის გარეთ არიან დარჩენილი. ტაუკლარჯეთ გაგიგონიაო, არ მქონდა გაგონილი, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ მაშინ ჩვენთვის მწირი იყო ეს ინფორმაცია, არც ტელევიზია სად იყო, ხო არ იყო ესეთი პერიოდი იყო და არც პროგრამაში არ გქონდა სკოლაში. და მითხარი რომ რა თქმა უნდა არ მქონდა გაგონილი და მითხრა რომ ის არის ჩვენი ტერიტორიები, ქართული ტერიტორიები, მოხდა ასე და ასე, დარჩა თურქეთის მხარეზე და დღეს იქ ცხოვრობენ ქართველები. სავარაუდოდ ისინი ინარჩუნებენ ენას, რაღაც ტრადიციებს და მოვა იმის დრო, როდესაც თქვენ ერთმანეთს საფუძველი ამ მოვა ის დრო, როდესაც თქვენ როდესაც ალბათ ცოტა უფრო შუახნის იქნებით, აუცილებლად შეხვდებით ერთმანეთს. ეს მითხრა მასწავლებელმა და იმდენად თან მომიყვა ესეთი რამ, მათი ტრაგიკული ისტორიები, როგორ გადადიოდნენ შემდეგ აქ დარჩენილი და რეპრესირებული ქართველები აჭარიდან, როგორ მიდიოდნენ ზღვით, იპარებოდნენ ნავებით და ბავშვები უცვიოდათ წყალში და რაღაცა ესეთი ამბები და ეს ჩემთვის იმდენად მძიმე იყო.
მე-6 კლასელი მოსწავლისთვის. და არა მარტო მძიმე, უფრო იცით რა იყო, რაღაც იყო ჩემში ალბათ ისეთი რაღაცა ისეთი მისია რო ქვია, ოღონდ მიძინებული და ეს გააღვიძა ამ ამბავმა ჩემში. მე დღეს გაკვეთილიდან წამოვედი სახლში და ჩემთვის შეიცვალა იმ დღიდან აბსოლუტურად ინტერესები ოჯახმასწავლებლებს, ნორამასწავლებლებს. შეიცვალა აბსოლუტურად ინტერესებიც თუ სხვა რამ მქონდა მანამდე გამიზნული იმ დღიდან უკვე სხვა იყო ჩემი მიზანი, ყოველდღიურობად შემეცვალა, სიზმრებიც კი შემეცვალა, იმიტომ რომ მე დავიწყე და ეს ხდება მე-6 კლასში, მე-7 კლასში სავარაუდოდ, უფრო მე-6 კლასში მახსოვს და მე დავიწყე ისედაც ვწერდი რა თქმა უნდა ცოტ-ცოტას ლექსებს, ჩანახატებს და ასე შემდეგ, მაგრამ დავიწყე ჩანახატების წერაც, თითქოს მე ვიყავი ერთ-ერთი პერსონაჟი იქედან და პირველ პირში ვწერდი ამ ყველაფერს. სიზმრებსაც კი ისეც ვნახულობდი, რომ ეს ახლა რა თქმა უნდა ქვეცნობიერი იყო, რა თქმა უნდა იქედან მიღებული ემოცია, რაც ძალიან დიდი ზეგავლენა მოახდინა ამბავმა, რაც მასწავლებლისგან მიიღე ინფორმაციის სახით, ჩაიბეჭდა გონებაში და უკვე შემდეგ წლების შემდეგ მეჩქარებოდა გაზრდა. დაიწყო ამის გამო პირველ რიგში. მეჩქარებოდა გაზრდა იმისთვის, რომ მე ამ ადამიანებს შევხვედროდი. და როგორი იყო პირველი შეხვედრა? პირველი შეხვედრა იყო ასეთი, სხვათა შორის 2013 წელი იყო, როდესაც მე სოციალურ ქსელში უკვე კარგად ზრდასრული ადამიანი ვიყავი, თუმცა ინტერესი ყოველთვის იყო და მცდელობებიც იყო, მაგრამ ასე საფუძვლიანად არ გამომსვლია, როგორც იმ დროს. 2013 წელს მე სოციალურ ქსელში გადავაწყდი რაღაც წერილს, რომელსაც წერდა ერთ-ერთ სოციალურ პლატფორმაზე ვინმე ორხან ბერიძე, მაშინ თურქეთელი ქართველი და იყო დაახლოებით ესეთი შინაარსის, რომ მე 45 წლის ასაკში ვისწავლე ქართული და ჩემი მამა ყოველთვის უსმენდა რადიოს და სულ ბავშვებს გვაჩვენებდა, რომ იქნებ რაღაც ქართული სიტყვა დაეჭირა იმ რადიოდან. მე როდესაც ქართული ვისწავლე, პირველი ჩემი ცრემლი, მე ძალიან ცივი ადამიანი ვარ და პირველად როდესაც ვიტირე, ეს იყო მაშინ, როცა მასწავლებელი მასწავლიდა სიტყვა თოხის წაკითხვას და მაშინ წარმოვიდგინე ჩემი წინაპრები როგორ თოხნიდნენ სადღაც ყანას და პირველი იყო როცა ვიტირეო და მაშინ მივედი მამისა და ბაბუის საფლავზე და მე ვუთხარი მათ, რომ მე უკვე ქართულად შემიძლია საუბარი, ადექით ერთად ქართულად ვისაუბროთ და მე ერთად დავწვეთ მიწაშო და ეს ჩემთვის იმდენად ემოციური, ახლაც წარმოვიდგინე, რომ ახლა ცრემლები გაქვს თვალებში და გადავწყვიტე, რომ დავკავშირებოდი ამ პიროვნებას და მე მოვძებნე ორხან ბერიძე. ბატონი ორხანი არის პირველი ქართველი, ვინც მე გავიცანი, ჩემი ოცნების ადამიანია თქო, ასეთნაირად ვეუბნები მას და დღეს ჩვენ ოჯახის წევრები ვართ, მე მის ოჯახში, ის ჩემს ოჯახში და ძალიან ბევრი რამ ერთად გვიკეთებია. დღეს ბატონი ორხანი უფრო ძალიან საყვარელი ადამიანია ჩვენი ქართველებისთვის. მან წიგნიც კი დაწერა, საუკუნის სევდა, ასე დაარქვა, თავის ნაშრომებს, თავის მოღვაწეობას ქართული კულტურის კუთხით. ის არის ვეფხისტყაოსნის გამავრცელებელიც, ბევრი იცის ძალიან. და შოთა რუსთაველის კულტურის ცენტრის თანადამფუძნებელი და ამჟამად ხელმძღვანელი ქალაქ სტამბოლში. ანუ თქვენი შეხვედრა ძალიან კარგად დაიწყო და გრძელდება დღემდე. აუცილებლად კი. ნათია, ვიცი რომ ხშირად ჩადიხართ თურქეთში და გადაცემის დაწყებამდე გეკითხებოდი, ბოლოს როდის იყავით თქო და მარიამობასო. და აი რატომ დაამთხვიე მარიამობას თურქეთში ჩასვლა? თურქეთში წელიწადში რამდენჯერმე მიწევს მე ვიზიტი ეს კულტურული საქმეების გამო. მაგრამ მე მარიამობას ბოლოს ვიყავი ტაოკლარჯეთში, უпростоრედ ჩავშეთში, ქართულ სოფელ ბაძგირეთში. ეს არის სოფელი, სადაც რომ ესტუმრები ამ სოფელს ვერ იფიქრებ, რომ სადღაც საზღვრის მიღმა ხარ, საქართველოს აუცილებლად ისეთი განწყობა გაქვს, ისეთი ადამიანები გვხვდებიან, ისეთ სითბოს გახვედრებენ, ისე ეძებენ შენში რაღაც ნათესაურს. კი, განსაკუთრებით ხვდებიან ქართველებს და რაღაცა განსაკუთრებულს, აი ნათესაურს, რაღაც ძალიან საერთოს ეძებენ ღიმილით, თვალები უბწყინავთ, როდესაც გხედავ, როცა მათ შეხვდებით, შეიძლება იმ წუთში სულაც არ არის რაღაცით ბედნიერი და გახარებული, მაგრამ როდესაც გაიგებს, რომ შენ ქართველი ხარ, დაინახავ ნამდვილი ბედნიერი ადამიანი როგორი არის და
ასეთი განწყობით არიან. მე მარიობა მინდოდა იქ გამეტარებია, იმიტომ რომ მე ვიცოდი სოფელ ბაცგირეთში ტრადიცია მარიამობის დღესასწაულის აღნიშვნისა. ეს ქართულ ტრადიციაზეა საუბარი თუ ზოგადად ტრადიციაზე? ეგ მაინტერესებდა ზუსტად აღნიშვნის ფორმა როგორი იყო, რამდენად ესმოდათ რას აღნიშნავდნენ და აღმოვაჩინე ცოტა ჩემთვის სამწუხარო რამ. მათ არ იციან რას ნიშნავს ისინი მარიობას უძახიან, ჩვენ მართებულად არის მარიამობა, მაგრამ სინამდვილეში არ იციან რომ ეს არის ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი დღესასწაული, თუმცა დიდი ზარზეიმით აღინიშნება მთელი სოფელი იკრიბება მთაში იალაღებზე. ანუ ტრადიცია შემორჩა, მაგრამ შინაარსობრივი მხარე არ იციან. შინაარსობრივი მხარე არ იციან. უბრალოდ არის რამდენიმე დღიანი ცეკვა, სიმღერა, ქართული სამოსით, იქაური სამოსით და ასე შემდეგ და ეს ტრადიციად სამწუხაროდ ნელ-ნელა უკვე მივიწყებას ეცემა. იქედან გამომდინარე, რომ თვითონ სოფელი არის დაცლილი ახალგაზრდებისგან. მიზანმიმართულად არ აქვს სკოლა, იმიტომ რომ დაიცალოს სოფელი და რა თქმა უნდა მომავალთაობას სჭირდება განათლების მიღება, არ აქვს ამბულატორია, მაგალითად სამედიცინო რაღაცა პირველადი. ანუ ელემენტარული პირობები არ არსებობს და შესაბამისად სურვილიც აღარ უჩნდებათ ახალგაზრდებს. კი, მოხუცები რჩებიან ძირითადად, მაგრამ იმდენად უყვართ ახალგაზრდებს ეს თავისი მიწა, რომ მთელი ზაფხული სავსე არის სოფელი ახალგაზრდებით და ადგილობრივებით, ვინც გაფენილი არიან ქალაქებში. სამწუხაროდ მაღალმთიან სოფლებში ჩვენთანაც ხდება იგივე და ვისურვებდი რომ სოფელს აუცილებლად დაუბრუნდნენ ახალგაზრდები. ნათია, ძალიან მოკლედ გითხარით, რატომ არის მნიშვნელოვანი თქვენი ურთიერთობა თურქ ადამიანებთან, თურქ ქართველებთან, რა მოიტანა ამ ყველაფერმა, გარდა იმისა, რაზეც ვისაუბრეთ და როგორ აპირებთ თქვენს შემოქმედებას ამ კუთხით, თქვენი შემოქმედების გაგრძელებას? მათთან ურთიერთობა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ადამიანები ქმნიან თვითონ სახელმწიფოსაც და ყველაფერი რაც არსებობს ადამიანის ხელით არის შექმნილი, ადამიანის გონებით. და ჩვენი მომავალი თაობების ურთიერთობები დამოკიდებულია ჩვენს თაობაზე, როგორ გაგრძელდება იქ. ჩვენ როგორ ვიმოქმედებთ დღეს? ჩვენ სახელმწიფოებს ვიცით ისტორია როგორი ქონდათ, საბედნიეროდ დღეს ისეთი მძიმე ვითარება არ აგვაქვს ურთიერთობებში და უკეთესი ვითარება რომ იყოს მომავალში, ამისთვის არის ეს ურთიერთობები აუცილებელი და საჭირო. რაც შეეხება რა მოიტანა, თქვათ იმ ურთიერთობებმა, რაც დღემდე მე გავაკეთე და ჩემნაირმა ადამიანებმა, ახლა მარტო ნათია ჯიმშელეიშვილზე არ არის საუბარი. სხვათა შორის ძალიან დიდი რამ მოიტანა და მოდი ერთ ფაქტს აგერ ახლა ამ უახლოეს დღეებიდან ვიტყვი, ამაზე დიდი რამე ჯერ არ მომხდარა და ძალიან მიხარია რომ ჩემს სახელს და გვარსაც უკავშირდება ეს და იგივე ორხანბერიძეს. შარშან 2025 წელს საქართველოს დავით აღმაშენებლის გარდაცვალებიდან 900 წელი რა ვიცი, ვიზეიმეთ თუ გააღნიშნეთ თუ არ აღნიშნეთ, ერთი სიტყვით ეს ფაქტი იყო. 900 წელი გავიდა დავითის გარდაცვალებიდან და მაშინ ვიფიქრე, რომ მოდი რაღაც ისეთი სიმბოლური გამოცემა თუნდაც ჟურნალის სახით მივუძღვნა ამ დღეს, იმიტომ რომ ეს არის 900 წელი, მე ხო იმას აქში ვარ, რომ მეორე საიუბილეო რაღაცამ გვალთარით, მე ვეღარ მოვესწრები. ჩემი შვილები კი, მაგრამ რას გააკეთებენ, ხო არ ვიცი და რა კი მე მოვესწარი, მე გავაკეთებ რაღაც შეტანის თვალსაზრისით. თუნდაც ერთი პატარა გამოცემა იყოს და შევკრიბეს თანამედროვე ავტორები, რა თქმა უნდა, დავითის ისტორიიდან მოვიძიე ისეთი ფაქტები, რაც ძირითადად აღსანიშნავია და ეს ყველაფერი თარგმნეთ თურქულ ენაზე. ამასაც რა თქმა უნდა თავისი ცოტა რისკებიც ახლდა, რომ თურქულ ენაზე რატომ მანდა მაინც დავთქვათ, რატო არა ინგლისურად და ასე შემდეგ. იმიტომ რომ დავითის მოღვაწეობა ის პერიოდი იყო, როდესაც თურქ-სელჩუკებს და ასე შემდეგ ყოველთვის ვებრძოდით და დღეს თურქეთის მხრიდან ადამიანებს ვემეგობრებით ჩვენ და მე მინდა რომ ცოტა უფრო მეტი რამ იცოდნენ მან დავით მეფის შესახებ, რა თქმა უნდა, იქ არ არის იმაზე საუბარი ახლა რაღაცა ძალიან სუბუქად განათლებაზე, კულტურაზე, რამდენად დიდი სტრატეგია იყო და ასე შემდეგ. ამ საკითხებზე არის ამაში გამახვილებული ამ ჟურნალში, გამოცემაში, რომელსაც დავარქვი დავითის ქალაქი.
და არა მარტო დავით აღმაშენებელზე, ქუთაისზეც ბევრი არის ნათქვამი, ლექსებიც კი არის ქუთაისზე. ეს არის სულ ახალი ამბავი. ახალი ამბავი 11 იანვარს დავითის საფლავზე აღნიშნეთ ამ ჟურნალის პრეზენტაცია, სადაც ბატონი ორხამბერიძე მოვიწვიეთ, მისი წერილიც არის მასში, ასევე ქალბატონი სეზენ გონენჩიც არის შოთა რუსთაველის კულტურის ცენტრის დამფუძნებელი და ისინი ერთად იყვნენ პირველად ქუთაისში, როცა მე მოვიწვიე მზის თეატრის იუბილეზე და მაშინ ყავდნენ გელათში. იმდენად დიდი შთაბეჭდილებებით წამოვიდნენ, რომ ამაზე აქვს ორივეს გაკეთებული ამ ჟურნალში წერილი და ეს ჟურნალი, როგორც თქვი, თავისი ლექსებით ქართულ-თურქულენოვანია. ცოტა კი შემეშინდა ამისი, იმიტომ რომ მე ვიცი ამას რა გათვლა აქ და კიდე ვინ როგორ გააზვიადებს შემდეგ ამას, მაგრამ საერთოდ როდესაც რამეს აკეთებ, ცოტა ფათერაკებისთვისაც უნდა იყო მზად ან რისკებისთვის. ანუ სკეპტიკური დამოკიდებულება ყველა საქმეს ახლავს თან და ბუნებრივია არ უნდა. შედეგი რა არის? ახლა ამისი აქ მინდა მივიდე, უკვე 11 იანვრიდან მალევე მოდიოდა 8 თებერვალი დავითობა. და ბატონი ორხამბერიძე მიკავშირდება სტამბულიდან და მეუბნება, რომ ნათია, მე თუ თქვენი ნებართვაც იქნება, გადავწყვიტე, რომ იქედან, როდესაც გელათიდან წამოვედი, მე გამიჩნდა ინტერესი, რომ დავითობა აღვნიშნო თურქეთში. ქალაქ სტამბულში მე იმდენად შემდგარ და ამ ყველაფერს დასაბამი არის ნათია ჯიმშელეიშვილის გადადგმული და ამ ჟურნალის პრეზენტაცია მინდა თან იმ დღეს გავაკეთო სტამბულში. მეუთხე რას ამბობს სტამბულში დავითობა როგორ უნდა აღნიშნო მეთქი მეუთხარი გაიაზრე მეუთხარი დავითის ისტორია როცა შეიძლება ყველაფერი ჟურნალში არ წერია მაგრამ ჩვენ ხო ვისაუბრეთ იქ პროფესორები ყავდნენ მოწვეული და ყველამ თავისი სიტყვა თქვა და მე ყველაფერი კარგად ვიცი ისედაცო მითხრა და ამიტომ მე მინდა რომ დავით აღმაშენებელი თურქეთში უკეთესად გავაცნოთ საზოგადოებასო და აი დიდი ზარზეიმით შოთა რუსთაველის კულტურის ცენტრმა დავითობის დღესასწაული 8 თებერვალს აღნიშნა პირველად დედამიწის არსებობის მანძილზე. ძალიან დიდი ფაქტია. ეს არის ნამდვილად დიდი და ისტორიული ფაქტი. მე არ ვიცი ამას რომ ვიხსენებ, მგონია რომ სიზმარსყვები. მასალები თუ გაქვთ რაიმე ფოტოსურათები, ვიდეოფირი, შემონახული, ამას ჩანაწერი, დაუშვათ ინტერვიუების სახით. კი, ყველაფერი მაქვს. ალბათ ესეც აიკინძება ჩვენი ერთ დღეს ნათია ჯიმშელეიშვილის მიერ. ყველაფერი მაქვს. მე ჩართვა მქონდა ქუთაისიდან მქონდა ვიდეო ჩართვა ამ ჩემი ჟურნალის პრეზენტაციაზე მე ფაქტობრივად ფიზიკურად ვერ დავესწარი, მაგრამ ესწრებოდა ძალიან ბევრი ქართველი ემიგრანტი, იქაური თურქეთელი ქართველი და ეს იყო აბსოლუტურად კულვარულად არა, ღიად იყო ეს ყველაფერი, დიდი ხანი მიმდინარეობდა რეკლამები და ასევე გაუშვეს ფილმი ესა მამლუქი ფილმი და მე ამაზეც ცოტა გაკვირვებული და შემთხვევით სტამბულში ხართ და ყველაფერი იყოს ისე როგორც არის. საზოგადოების დიდი ნაწილი, ბევრი ადამიანი იყო ალბათ შეკრებილი. ბევრი ადამიანი იყო, მათ შორის 1 და 2 და ნიშნულობა აქვს როგორი ადამიანები რა თქმა უნდა. ისტორიკოსები იქაური, ისტორიკოსები, მკვლევარები, ვინც არქივზე მუშაობს დღესაც ქართულ-თურქულ ურთიერთობებში და ასე შემდეგ და აი ესეთი ადამიანები იყვნენ იქ შეკრებილები და რა ვიცი მე ძალიან ბედნიერი არა მარტო ქართველები, ანუ წარმომავლობით ქართველები, თვითონ თურქებიც ესწრებოდნენ. ძალიან კარგი საქმე. დიდი ამბავი მოხდა მოკლედ. ძალიან კარგი საქმე და წარმატებები მინდა გისურვოთ აი ამ საქმეში პირველ რიგში, იმიტომ რომ ბევრ ამას აკეთებთ ნათია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვნად მე პირადად თქვენი საქმიანობიდან მაინც ვთვლი რომ არის ეს ქართულ-თურქული ურთიერთობები, რაღაც შინაურული ურთიერთობები, გადაცემის დაწყებამდე ვსაუბრობდით რომ მე არ მიყვარსო სასტუმროში გაჩერება, ოჯახებშიო თუ გამაჩერებენ მირჩევნია, იმიტომ რომ მათი ტრადიციებიდან კიდე რაღაც წამოვიღო და უშუალო საუბრებიდან კიდე უფრო განვამტკიცო ჩვენი ურთიერთობები, წარმატებები ამ კარგ და დიდ საქმეში. ახლა უკვე გადაცემის ბოლოსკენ მივდივარ, ძალიან მალე გადის დრო, როდესაც საინტერესო სტუმარი არის და მართლა კარგ ამბებს, როდესაც ყვებით, ახლა დავით აღმაშენებელზე და იმხელა ღონისძიებაზე, არ ვიცი, მეტი უკეთესი რა უნდა გაგეკეთებინათ ერთ ადამიანს საქართველოს. აი ეს მოიტანა ამ ურთიერთობებმა და ეს ფიქრობ რომ მეტი არაფერი რომ ნამდვილად ღირს მსგავსი ურთიერთობები აი იმათ თუნდაც რაც ახლა მოხდა უახლოეს პერიოდში არ ვამბობ სხვა დანარჩენ შეხვედრებზე. ნუ ერთ-ერთი კიდე ინიციატივა თქვენგან იყო მოფერება ადამიანების და ძირითადად როგორც ვიცი
ქუთაისელ ადამიანებს ქუთაისელ საზოგადოებას შეეხმიანეთ თუ კიდე მე მხედველობაში მაქვს წიგნი მე ვარ ბედნიერი ანუ ეს თქვენ საქართველოს მასშტაბით შეკრიბეთ სხვა და რა კრიტერიუმებით შეარჩიეთ ამასაც ეს ალბათ ჩემი ბუნებიდან გამომდინარე მოდის ის რომ ყოველთვის უკმარისობა მჭირს ადამიანებს ამას ალბათ ფსიქოლოგები უკეთესად ახსნიან რა ფაქტია ეს მაგრამ მე ყოველთვის მაქვს იმისი განაკლისი რომ რაღაცა ეხლა რომ წავალ დღეს მე თქვენ წესიერად ვერ მოგეფერეთ და მე არ ვარ კმაყოფილი ამისი და სულ ესეთი უკმარისობის განცდა მრჩება პირიქით არა რომ მე ვერ მომეფერნენ მე დავაკელი ყურადღება ასე მგონია ყოველთვის და ესე იგი 2019 წლიდან დავიწყე ესეთი რუბრიკა მე ვარ ბედნიერი შენით. რუბრიკა რომელიც ესე იგი აერთიანებს ძალიან ბევრ ადამიანს. დაახლოებით 300-ზე მეტი ადამიანი მყავს გაერთიანებული უკვე ამ რუბრიკაში არ ვიცოდი ნამდვილად. ხო და 300-ზე მეტ ადამიანს მოვეფერე 2019 წლიდან 2025 წლამდე. და ეს ყველაფერი შევკინძე წიგნად, იმიტომ რომ მე ვარ ბედნიერი შენით, ეს სიტყვები მოვიდა ერთ-ერთ ღონისძიებაზე, როდესაც მე გამომიძახეს სიტყვაში, რომ ამ ადამიანისთვის რაღაცა ისეთი მეთქვა, რაც ეკუთვნოდა და იმდენი ვისაუბრე, იმდენი რომ მაინც ვერ უთხარი ის რისი თქვაც მინდოდა და როცა დავჯექი, მაშინ ვიფიქრე, ხო მეთქვა უბრალოდ რომ მე ვარ ბედნიერი შენით და ყველაფერი და ეს რა კაი რაღაცა მომაფიქრდა მეთქი, მე ვიფიქრე რამდენი ადამიანისთვის მაქვს მე ეს სათქმელი და აი იქიდან დაიწყო შემდეგ ეს რუბრიკა. და გაგრძელდება ალბათ, ხო? ეს რუბრიკა, იმიტომ რომ უკვე წიგნის სახელი. არა, გაგრძელებულია უკვე, იმიტომ რომ წიგნის ამ წიგში არის 115 ადამიანი შესული. ყველა არ არის რა თქმა უნდა, ვისაც მოვეფერე, მაგრამ 115 ადამიანი შეიკრიბა და წიგნის კეთების პროცესში მე შევწყვიტე ამ თვითონ რუბრიკაზე მუშაობა, იმიტომ რომ ეს ყოველდღიური რუბრიკა, ყოველდღე ვიღაცას ვეფერები, დილით ადგება ადამიანი და მე ვიტყვი მაგას, იმიტომ რომ დილით ავდექი, ნუ ხა მოვილია საქმე გავხსენი ტელეფონი და უცებ ტელეფონში ჩანს ჩემი ფოტო, რომელიც არავისთვის არ მიმიცია. არ მიმიცია, უნება ვთვა იყო ვიღაცა. და წერია მე ვარ ბედნიერი შენით. ჩავიკითხე ბოლომდე, სიმართლე გითხრა, გული ამიჩუღდა, თნებლები მომადგა, რა თქმა უნდა მე სიამოვნა გამიხარდა. და მე უკვე კიდეც გქონდა კომუნიკაცია და ძალიან დიდი მადლობა გითხარი. ვიცით, სრულიად ფერადი წიგნია, ეს მე გადავწყვიტეთ, რომ წიგნად გამოგვეცა, იმიტომ რომ ამდენი სიყვარულის დაკარგვა თვითონ ადამიანებს არ უნდათ და ბევრს გაუჩნდა ინიციატივად, რომ ხო ეს ყოფილიყო წიგნის სახით და აი ვინც გახდით შემდეგ მსურველები, რომ ეს ამ წიგნში მოთავსებულიყავით, აქ არის მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე არის შესრულებული და ხა თქვენ გვერდს ვეძებ. წიგნი არის სპეციფიკურად შედგენილი როგორ? ანუ წიგნს არ აქვს დასასრული. თქვენი გვერდი მანდაბანიც ვერ ნახე, მაგრამ თქვენი ყოველ წიგნი ორივე მხარეს არის ერთნაირი, აი მინდა ვანახო საზოგადოებას და ორივე მხრიდან იწყება ერთნაირად. შუაში ტრიალდება, ორივე მხრიდან იწყება წიგნი. ესეც კიდე რაღაც სიახლეა. საფუძველი ბედნიერება და არ მინდა რომ დასრულდეს ბედნიერება და ამიტომ წიგნს დასაწყისი აქვს, მხოლოდ არ აქვს დასასრული. ძალიან კარგი. ასევე მე გისურვებ რომ არასოდეს დასრულდეს ბედნიერება შენში, არასოდეს დასრულდეს ბედნიერება იმ ადამიანებთან ერთად, ვისაც ეფერები, ვინც გიყვარს და არასოდეს დასრულდეს ურთიერთობა იმ თურქ ადამიანებთან, საზოგადოების იმ ნაწილთან, რომლებიც ელოდებიან ჩვენგან საქართველოსდან ჩასულ ადამიანებს და ელოდებიან ჩვენს მოფერებას. ძალიან დიდი მადლობა, აი ჩემი ფოტოც არის ამ წიგნში, უღრმესი მადლობა ამისთვის ნათია ჯიმშელეიშვილს, სხვათა შორის მოულოდნელი იყო ჩემთვის ეს ყველაფერი, როდესაც ვნახე კიდეც აღვნიშნე დილით, როდესაც გავიღვიძე და ვნახე ჩემი ფოტო და შინაარსი. ძალიან დიდი მადლობა ნათია და წარმატებები მინდა გისურვო. დიდი მადლობა მოწვევისთვის. და კიდევ არაერთხელ ვისურვებდი რომ იყო ჩემი გადაცემის სტუმარი და ნათულინამ მოყვეს იმ ამბების შესახებ, რომელიც ყველაზე მეტად აინტერესებს საზოგადოებას. დიდი მადლობა აუცილებლად. დიდი მადლობა ძვირფასო ტელემაყურებლებო, მე ამ ფორმატით გემშვიდობებით, სამშაბათს შევხვდებით ამ ფორმატით ერთმანეთს, ხოლო პარასკევს 19 საათზე შევხვდებით გადაცემაში ჯანმრთელობის საათი, სადაც ვისაუბრებთ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან თემებზე. ასე რომ პარასკევამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.
მნიშვნელოვანი ფაქტები, საზოგადოების ჩართულობა, ანალიზი, მთავარი თემები. საზოგადოებრივ პოლიტიკურ თოქ-შოუში თემა ნანა რობაქიძესთან ერთად.